სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ეგნატე ბრანჩანინოვის ზობის შესახებ. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარმა და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფედინებისა. ამას სული წმინდა აკანონებს და აცხადებს შთაგონებული წინასწარმეტყველის ვაგეები. საყვარელო ძმებო, ღმერთი გამოხატავს თავის ყოვლა წმინდა ნებას დამკვიდრდეს ჩვენში. ჩვენი დიადი ღვთის ნების გამოცხადება განსაკუთრებით შეშვენის დღევანდელ დღესასწაულს, რომელზეც ჩვენ ვიხსენებთ უფლის ქალაქ იერუსალიმში შესვლას, მშვიდობის ქალაქში, ღვთისადმი ჭეშმარიტი მსახურების ქალაქში. იერუსალიმი ღვთისმოსავის სულის სახეა. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარმა და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფედინებისა. სული წმინდის სიტყვა სულიერად უნდა გავიგოთ და ავხსნათ, თქვა წმინდა მოციქული. ზემოდან მოუხმოთ ღვთის მადლს და განვიხილოთ უფლის შესახებ ჩვენდამი უფლის მოწოდება. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარმა და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფედინებისა. ვინ არიან ის მთავარი, რომლებსაც მიმართავს აქ ღვთის სიტყვა? ადამიანი სულსა და სხეულს, მთელ მის ძალასა და შესაძლებლობებს, მის სიცოცხლებს ფლობს და განკარგავს მისი გონება. გონება არის მეუფე, მეფე, მღვდელი, თავადი პატარა სამყაროში, ადამიანში. ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის ღვთის ჭეშმარიტება. რადგანაც ჭეშმარიტება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ გონებით, ამიტომ ღვთის სიტყვა, რომელიც ადამიანებს მაცხოვრის მიღებისკენ იწვევს, მიმართავს მათ საწყის, სულს, გონებას. ასე ამბობს: აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარმა, გონების ჭეშმარიტებისაკენ მიმართვაში, გონების წმინდა ჭეშმარიტებაში, ქრისტეში ყოფნაშია ჩვენი ხსნის არსი. რომელი ბჭეების აღებაა ნაბრძანები, რათა შესაძლებელი გახდეს დიდების მეფის შესვლა ღვთის მიერ შექმნილ ქალაქში, ადამიანში. ეს ბჭეები ცოდვაა. ცოდვანი ეგე თქვენი, ამბობს წინასწარმეტყველი, წვალებენ შორის თქვენსა და ღმრთისასა და ცოდვათა თქვენთათვის გარე მიიქცია პირი მისი თქვენგან. ბჭეები მოხსენიებულია როგორც საუკუნე. ცოდვა, რომლიცაც დავსნეულდით ჩვენს ფესვშივე, წინაპარშივე, უსასრულოა. იგი მაცხოვარმა დაასრულა, მაგრამ ახლაც ცოდვა უსასრულო და მარადიულია მათში, ვინც არ ცნობს მაცხოვარს, ანდა მას ბაგეებით აღიარებს, მაგრამ ცხოვრებით უარყოფს. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარმა და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი. კვლავაც, რას ნიშნავს ღვთის მოწვევასა და ბრძანებაში გამოთქმა აღახვენით? ჩვეულებრივ ბჭეები იხსნება, ხოლო აქ მათი აღებაა დაკანონებული. ამგვარად, ამ ბჭეებისთვის, ცოდვისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა სიტყვა გახსენით. საჭირო იყო სიტყვა აიღეთ. საჭიროა ბჭეების აღება, მათი მოშორება, სავსებით განადგურება. ცოდვის მონანიება თქვა ერთმა დიდებულმა მამამ, ის არის, რომ აღიარო შენი ცოდვა, მოინანიო და მეტად აღარ გაიმეორო იქ. შევიდეს მეუფედინებისაი, მხოლოდ იმ სულში, რომელიც გადაჭრით უარყოფს ცოდვას, რომელიც თავს დამაკმაყოფილებლად განწმენს სინამდვილით. სულ ორიოდე სიტყვით შევჩერდეთ აქ ამ მონაკვეთზე. ხაზგასმა მინდა გავაკეთო თუ რას გვასწავლის წმინდა მღვდელმთავარი ამ აბზაცით. თუ რას ნიშნავს კარების, ბჭე იგივე კარებია, მოხსნა მთლიანად და მათი გადაგდება და რას ნიშნავს მათი გაღება. რატომ არ იყო საკმარისი თქვა, რომ გააღეთ კარები? თითქოს დიდი სხვაობა ამ ორ მცნებას შორის არ არის, იმიტომ რომ ღია კარში შედის, ესე ვთქვათ, ადამიანი და მთლიანად რომ არ არის კარებში, ერთნაირად გადის, ესე ვთქვათ, ადამიანი. მაგრამ სინამდვილეში ეს ესე არ არის. ცოდვასთან მიმართებაში თუ ადამიანი მხოლოდ შეხსნის ამ კარებს, მთლიანად არ მოგლიჯავს და არ გადააგდებს,
ადრე თუ გვიან ეს შეღებული კარები ამ ადამიანის დაყუპვას იწვევს. და შემთხვევით არ იყო, რომ დღეს ჩვენს მიერ მეორე სახარებაში, უკვე წირვაში, საკითხულ სახარებაში იუდას შესახებ მოვისმინეთ და მისი აზრები მოვისმინეთ მაცხოვარზე მირონის ცხების შესახებ. შეიძლება იუდა მოვიყვანოთ იმ ადამიანის მაგალითად და არა მარტო იუდა, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს, იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვიგონებთ მრავალი საუკუნის წინ მომხდარ, ესე ვთქვათ, ისტორიულ ფაქტს მაცხოვრის იერუსალიმში შესვლისა, მრავალი ადამიანი იყო იუდას მსგავსად. მრავალმა ადამიანმა მხოლოდ გაუღო კარები მაცხოვარს და მრავალი ადამიანი ადიდებდა მას, როგორც მეუფეს ისრაელისას, მაგრამ სულ მცირე ხნის შემდგომ, სულ 4 დღის გავლის შემდგომ, იგივე ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა გაჰყვიროდა, ისე რომ რამის რევოლუციის მოწყობა უნდოდათ და ისე რომ შეეშინდა კიდევაც პილატეს, არ უნდოდა რომ შფოთი მომხდარიყო და ამიტომ ესე ვთქვათ, ბრძანა ჩვენი მაცხოვრის ჯვარზე გაყო. იუდაც და ეს ადამიანები სწორედ იმ ადამიანების სახეა, ვინც შეაღო მხოლოდ კარები მაცხოვრისთვის. და რას ნიშნავს შეაღო, ეს თვითონ მღვდელმთავარმა აგვიხსნა ჩვენ. ანუ ცოდვა გადაჭრით კი არ მოინანია ადამიანმა. ცოდვაზე გადაჭრით კი არ თქვა უარი ადამიანმა და ქრისტე გადაჭრით კი არ მიიღო როგორც თავისი მხსნელი და მაცხოვარი. არამედ მხოლოდ ნაწილობრივ. მხოლოდ ემოციურად. მოეწონა რა, ვთქვათ, მაცხოვრის ესა თუ ის ცნება იქნება, თუ მის ცხოვრებაში ესა თუ ის სასწაული ღვთის მიერ აღსრულებული, ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ემოციურად, აი ნახეთ სახარებაშიც როგორ იყო ნათქვამი, რომ მოსული იყვნენ იმიტომ და ელოდნენ მაცხოვარს, რომ გაეგოთ, რომ მან ყდრეთით აღადგინა ლაზარი. და როდესაც ადამიანი ესე დროებით აკეთებს ესეთ რაღაცას, ადრე თუ გვიან, წეღანაც თქვი და გავმეორდები, ეს დროებით შეღებული კარები იხურება და იხურება ძალიან მჭიდროდ. ისე რომ შეიძლება ადამიანმა ვეღარასდროს ვეღარ შეძლოს ამ კარების გაღება. ეს დაემართა იუდას. ნახეთ, იგი თითქოს შეუდგა მაცხოვარს, მისი მოწაფეა, დასაწყისიდანვე მაცხოვართან ერთად არის, ყველა მისი სასწაული ნანახი აქვს, ყველაფერი ნანახი აქვს. ნანახი აქვს, როგორ აპურებს 5000 ადამიანს, როგორ აპურებს 4000 ადამიანს, სულ მცირე რაოდენობა პურითა და თევზით. ეს ყველაფერი ნანახი აქვს. ნანახი აქვს შობიდან ბრმას როგორ კურნავს. ნანახი აქვს იგივე 4 დღის ლაზარის ყდრეთით აღდგინება და იგივე იუდას, აი რატომ არის ის ნათელი მაგალითი აი ამ შეღებული ბჭის და არა აღებული ბჭის. იგივე იუდას გულში აქვს დატოვებული ვერცხლის მოყარეობისე. ნახეთ, უნდა მაცხოვარი. არ გეგონოთ, რომ იუდას არ უნდოდა მაცხოვარი და ფულისთვის იყო მასთან მარტო. არა, უნდა მაცხოვარი. მოსწონს ეს ყველაფერი, მაგრამ გულში დატოვილი აქვს ვერცხლის მოყარეობის ვნება, რომელსაც ვერ აღიარებს თავისი მოძღვრის წინაშე. ვერ აღიარებს თავისი მოძღვრის წინაშე და აი ეს ჩატოვებული მცირედი თითქოს, თუმცა რა მცირედი პარავდა საკუთარ ძმებს და საკუთარ მოძღვარს, ხო? წარმოიდგინეთ, ქისა მას ჰქონდა, საერთო ფული მას ეკიდა და პარავდა საკუთარ ძმებს პარავდა და საკუთარ მოძღვარს პარავდა ფულს. რა მცირე ცოდვა ეს არის, მაგრამ ნახეთ, რა უყო მას აი ამ ცოდვამ. შეიძლება ის აღარ ყიროდა, იმიტომ რომ თავი მოიკლა ჯვარსაცვიო, მაგრამ მან მიიყვანა ჯვარზე თვითონ თავისი მოძღვარი. იგივე დაემართა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯვარსაცვის გაყიოდა. ეხლა ჩვენ ეს იმიტომ არ ვილაპარაკეთ, რომ იუდა გავკიცხოთ, ან ის ადამიანები გავკიცხოთ, ვინც ჯვარსაცვის ყიროდა. ეს ყველაფერი იმისთვის ვილაპარაკეთ, რომ საკუთარ თავში ამოვიცნოთ იუდა და საკუთარ თავში ამოვიცნოთ ის ადამიანები, ვინც ჯვარსაცვის გაკიოდა. იმიტომ რომ
თითეული ჩვენთაგანი ვაღიარებთ რა ამა თუ იმ ცოდვას. იქნება ეს სიბილწის ცოდვა, იქნება ეს სიძვამრუშობის ცოდვა, იქნება ეს ბილწითყვაობის ცოდვა, ქურდობის, არა აქვს მნიშვნელობა. სიმთვრალის ვაღიარებთ რა ამ ცოდვას ჩვენ ღვთის წინაშე და მერე გავდივართ და იგივეს ვიმეორებთ. თითოეული ჩვენთაგანი იგივე ცოდვას ჩავდივართ, რა ცოდვას ჩაიდინეს ისრაელის შვილებმა, იერუსალიმის შვილებმა, როდესაც ერთი დღე ისინი ღმერთს ადიდებდნენ და მეორე დღე ისინი ღმერთს აგინებდნენ. ზუსტად იგივე ცოდვას ჩავდივართ, თავს მოვიტყუებთ. ამიტომ დღევანდელი ჩვენი საუბრის მიზანი გავმეორდები არ არის ის, რომ ვიღაცაში იუდა ვეძებოთ და დედა იუდა რა ცუდი არის, ან დედა რა ცუდი ხალხი იყვნენ იერუსალიმის მკვიდრნი. ამისთვის არ არის ეს მოცემული, ეს არის მოცემული იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ თავში ვიპოვოთ ეს ყველაფერი. თითოეულმა ჩვენთაგანმა. ღმერთმა არ რიდა, ადრეც ვილაპარაკეთ ამაზე. თავის ერს. იმას არ მოერიდა და ვიცით ჩვენ რა საშინელი სასჯელი დაატყდათ მათ მურჟულოებისთვის, რაც ჩაიგინეს. მე როგორ გონიათ რომელიმე ჩვენთაგანს დაითმენს? არც ერთს. ღმერთი გვითმენს. შეიძლება ალბათ ითქვას უსასრულოდაც გვითმენს და ელოდება ჩვენ სინანულს. მაგრამ თუ ეს სინანული არ იქნება მისი ეს უსაზღურო სიყვარული, ეს უსაზღურო მოწყალება გადაიქცევა ისევ უსაზღურო რისხვად. და ესეც ფაქტია მომხდარი. ამას ჩვენ კი არ ვხვდებით და მომავალზე კი არ ვფიქრობთ. ეს ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიცით ეშმაკის მაგალითი. ეშმაკი უახლოესი ანგელოზი ღვთისა საუკუნო სატანჯველში. იქ სადაც ცეცხლი არ ხრება და იქ სადაც მატლს არ ძინავს. და ეს მისი მდგომარეობა არ შეიცვლება, ამიტომ ამბობ უსასრულო რისხვა. აი ეშმაკი არის უსასრულო რისხვაში. და რომ ჩვენც ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ მოდი ჩვენზე ნუ ვიტყვით, ფალო შეგვიწყალეთ. და იმ ადამიანებს, ვინც ეშმაკთან ერთად საკუთარი ცოდვებით, საკუთარი მოუნანიებლებით ღმერთს აგინებენ, მათთვისაც იგივე ცეცხლია. ეს თავად მაცხოვარმა გვითხრა. როდესაც მეორედ მოსვლის შესახებ ვასწავლი და გვითხრა, რომ მარცხენით დაყენებულებს ეთქვის, რომ წარვედით თქვენ საუკუნო ცეცხლში, რომელიც არის გამზადებული ეშმაკისათვის და მიმდევართა მისთათვის. არც ეს არ არის სხვებზე ნათქვამი. ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რომ ვიფიქროთ, რომ ეს ვიღაცებზეა ნათქვამი. ვიღაცეები არიან ბოროტები, მკვლელები, უბედურები, ჩვენ კარგები ვართ, ესე არ არის. ესე არ არის დამიჯერე. ჩვენ გონია, რომ სული სხვონებისთვის საკმარია მხოლოდ მღვდელთან მივიდე და უთხრა, რომ მამაო, ეს გავაკეთე, მერე ჩემი ცხოვრება გავაგრძელო. ისე როგორც მაქამდე ვაგრძელებდი, ანუ კარები მხოლოდ შევაღო და მერე გავაგრძელო ისე როგორც ცხოვრობდი მანამდე, არაფერი ჩემ ცხოვრებაში არ შეცვლილა. და ასე მგონია, რომ ვცხოვრობდი. აი სწორედ ამაზე თქვა ჩვენ რამოდენიმე კვირის უკან ილია მინიატისის სიტყვა წავიკითხეთ, რომ ცხოვრების მოიმედეებით გაივსება ჯოჯოხეთი. სწორედ ჩვენაირ ადამიანებზე სამწუხაროდ რამდენი მძიმე ცოდვა გვაქვს აღიარება. ადამიანების ჩაგვრა, სუსტების დაჩაგვრა, ჩვილთან მკვლელობა აბორტს რო ვეძახით გალამაზებულად. კიდე ბევრი შეიძლება გაგრძელდეს. ერთმანეთის ღალატი, ნუ რა ვიცი, 1000 ყველამ ჩვენ სულში ჩავიხედოთ. რა მძიმე ცოდვებით ვდგევართ თუნდაც დღეს აქ ამ ტაძარში და ჩვენი ცხოვრება თუ არის ამ ყველაფრის შესაბამისი. აი ჩვენ რომ ცხოვრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში,
თუ ჩვენ წრემლი მოგდის ყოველწუთას ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო, ისე როგორც პეტრეს მოსდიოდა, როცა ახსენდებოდა, როცა კი არა სულ ახსავდა მას ცოდვა, რომ მაცხოვარი რომ გაკიდა. და არასდროს მისი მოწაფეები და მისი თანამედროვეები ამბობენ, რომ არასდროს მის თვალზე წრემლი არ გაშრობ. აი ეს არის სინანული. ეს არის სინანული. და ის არა რაც ჩვენ გონია სინანული, რომ მივედი და მამო ვესავქენი. მაგალითად, მოდით ესეთი თქვათ, ხო, აი რაც ყველაზე მარტივი გგონია, დავთვიე. ცოდვაზე, რომელზეც გვეუბნება პავლე მოციქული, მემთვრალემ სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდროს. ცოდვაზე, რომელზეც იგივე პავლე მოციქული გვეუბნება, ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლით არ სიბილწე. აი ეს მარტივი ცოდვა გონია, დავთვრებით, მივალთ ღვთელსეუნები, დავთვერი მამო, წამოვდივარ და მეორე დღეს ისე ვთვრები. ეს სინანულია? თქვენ გონიათ, რომ ეს არის, რომ აღვახვენით ჩვენი, ავიღეთ და გადავაგდეთ, არა. ხოლო შევაღეთ მეორივე შესაძლო შემთხვევაში ისევ დავიწყეთ იგივეს ფიქრი კეთება, რაც მანამდე ვაკეთებდი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაზე მარტივი ცოდვა მოვიყვანეთ, თორე ჩავიხედოთ ახლა ჩვენ სულებში რამდენი მძიმე ცოდვა გვაქვს ჩადენილი. აი ჩვენ წეღან აბორტი ვახსენეთ, შვილთან მკვლელობა დედის წიაღში. ეს რომ საშინელი ცოდვა ამაზე ლაპარაკი არ. ადამიანს ისე უსწრაფებთ სიცოცხლეს, რომ მას ხილული ნათელიც კი არ აქვს, მზე არ აქვს ნანახი და ისე ვკლავთ და ისე უშვებთ მიღმიერ სამყაროში, რომ ვერასდროს ვერ იხილავს ღვთიურ ნათელსაც. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მაცხოვრის სწავლება სახარებიდან, რომ ვინც არ იბადება მეორეჯერ, ანუ ვინც არ ინათლება, არ იღებს ქრისტეს ნათელს, ის ვერასდროს ვერ იხილავს სათასასუფეველს. რა მძიმე ცოდვა. მაგრამ მოდი ამას ერთი წუთით თავი დავანებოთ. რამდენ ჩვენთაგანს არა საკუთარი ნებით, მაგრამ ყოფილა რომ უცელი მოსწყვეტი. ეს რა შემთხვევით მოხდა? ეს რა ჩვენი ცოდვა არ არის? როგორ ფიქრობთ? აი რამდენი ჩვენთაგანია, ხო ესეთი? შეიძლება ყველა არა, მაგრამ რამდენი ჩვენთაგანი და გონია ადამიანს, რომ მე რახან აბორტი არ გამიკეთები, არა უშავს და დავდივართ, ვიცინით, კისკისებთ. კიდევ ვიმეორებ, სხვაზე კი არ ვლაპარაკობ. ჩვენზე საკუთარი თავიდან ვიწყებ. ისე ცხოვრობ, თითქოს არაფერი მოხდა. წარმოიდგინე, ესე იგი, რა უნდა გექნა შენ ამ ბავშვისთვის, რომ მისთვის ასე სჯობდა. ეს ხო ღმერთმა გადაწყვიტა. აი რა უნდა გექნა შენ, ესე იგი, ამ ბავშვისთვის, როგორ უნდა გაგეზარდა, რომ ჯობდა, რომ თავიდანვე არ დაბადებული. და ამას ჩვენ გონია, რომ ეს ჩვენი ცოდვა არა, ვაგრძელებთ 1-2 დღე ვიტყვით ღმერთო ვაპატიე. და მე ვაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ეს სინანულია? ეს სინანული არ არის. სინანული ისაა, როდესაც ყოველდღე გახსოვს. აი შენი შვილი, რომელიც მუცელში მოკვდა, ყოველდღე გახსოვს, ყოველდღე ფიქრობ, ყოველდღე ნანო, ყოველდღე ღმერთს პატიებას თხოვ, რომ ეს რატო დაგემართა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დავჩაგრე ვინმე? მივედი ახსარება ვთქვი და გავაგრძელე ცხოვრება. როგორ კაცო დაჩაგრე ადამიანი, შეიძლება ცხოვრება დაუნგრიე. იმან შეიძლება აღარ ივარგოს ადამიანად. ელ მის ცხოვრება შეიძლება დაღიდაას შერო სკოლაში ვიღაცა დაჩაგრე. და ამას გონია, რომ ერთხელ მღვდელს ეთქვი, რომ ღმერთო მაპატია, ამით დამთავრდა ყველაფერი, შენ თუ შენ ცხოვრებას აგრძელებ? არა ბატონო. თუ შენ მთელი ცხოვრება არ გახსოვს და მთელი ცხოვრება ამის გამოსწორებაზე არ ფიქრობ და მიუხედავად მე ყველაფრისა ამის მაინც კიდე თუ ისევ ღმერთს არ მიანდობ და ისევ მის უსაზღრო კაცთმოყვარებას არ მიანდობ შენ ცხოვრებას, დაღუპული ხარ. ეგ სინანული არ არის. კაც ცხოვრება დაუნგრია. ის რომ არ ამბობს და შეიძლება შენ რომ ბავშვი ვიღაცა დაჩაგრეს სკოლაში, ის შეიძლება განარკომანდა, იმიტომ რომ ვერ გაუმკლავდა იმას, რომ
არ მინდა უხეში სიტყვით, მაგრამ ვერ გაუმკლავდა იმას, რომ სკოლაში დაჩაგრული სახელი ჰქონდა. ვერ გაუმკლავდა ემოციურად ამას და შეიძლება ნარკომანი გახდა. შეიძლება რა ვიცი, რას ვეძახდი იმას, ბესპიგძაში საქმეა ქართულად. ოდიში რუსულ სიტყვას აბიჟნიკი გახდა. იმიტომ რომ თვითონ რო დაიჩაგრა ამას ვერ გაუმკლავდა. აი ესეთი გახდა მერე და შენ შეიძლება ერთი დაჩაგრე, იმან მერე შეიძლება 10-ობით დაჩაგროს. ეს შენ გამოიწვია და შენ ცხოვრებას აგზელებ გონია რომ არაფერი არ ქე. გოგო მოატყუე, შეაცდინე. მიხვედი ახსარება თქვი, უთომ არაფერი. სხვისი ცოლი შეურაცხავი. ის ოჯახი დაინგრა. ის კაცი გააუბედურე, იმისი შვილები გააუბედურე. იმიტომ რომ დაინგრა ის ოჯახი. და შენ მიხვედი ახსარება თქვი ერთხელ და აგზელებ შენ ცხოვრებას, ეს სინანულია? ეს სინანული არ არის. ადამიანი მოკალი მანქანით, შემთხვევით. და შენ აგზელებ ისევ შენ ცხოვრებას. ისე რომ თითქოს არაფერი მომხდარა და ერთხელ ახსარებაში ეს გიშველის, ეს არ გიშველის. არც ერთი ამადგანი სინანული არ არის და იმით. სინანული არის მარადიული ხსოვნა საკუთარი ცოდვისა. მარადიული. სულ ყოველთვის მხოლოდ ასეთ სინანულს შეიწირავს ღმერთი. მხოლოდ ასეთ სინანულს, სხვანაირი სინანული არ არსებობს. და მხოლოდ ასეთი სინანული თუ ეკნება ადამიანს, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეძლებს ის რომ ბოლომდე ერთგული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტესი და არასდროს არ უარყოს იგი. ისე როგორც დღევანდელი დღის მოვლენების შემდგომ 4 დღეში ძალიან ბევრმა უარყო. ძალიან მცირედნი დარჩენ მასთან ერთად. ძალიან მცირედნი და ისინიც კი ვინც არ ყვიროდნენ ჯვარსაცვიო, ისინიც კი ვერ ბედავდნენ დაეცვათ. არ მოიდგინეთ. ისინიც კი ვერ ბედავდნენ რომ დაეცვათ. უბრალოდ არ ყვიროდნენ რომ ჯვარსაცვიო. უბრალოდ მის გვერდზე შორი ახლოს იდგნენ. და უყურებდნენ თუ რა ხდებოდა. არ მოიდგინეთ. ამათმაც კი და ჩვენზე რა საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ამიტომ ვიცით რა ეს ყველას უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს და მერე ყველას მინდა ვთხოვო. კარგად დავფიქრდეთ. რა ცხოვრება გამოვიარეთ. საიდან მოვედით, როგორ მოვედით, როგორ შეგვიწყალა ღმერთმა. დღეს რო კაი კაცები და კაი ქალები გონია თავი ვართ ნამდვილად ესე? ქუჩაში რო დავდგები და სხვებს განვიკითხავთ, ეს როგორ იკადრა, ის როგორ იკადრა, ეგრა მეგობარია, ეგრა ნათესავია, ეგრა ძმა, აი ამას რო გავიძახით. რა გვითხრა ჩვენმა ღმერთმა რომ როგორც განიკითხავ, ისე განგიკითხა. და დაიმახსოვრეთ ეხლა, ხო? როგორი ძმა, როგორი მეგობარია, ეგ ვინა, ეგრა კაცია. აი ესენი ხო ყველას გვითქვია. მართლა რო ეკუთვნა და მართლა არა კაცზე რო გვითქვია, რომ არ რა კაცია, ეს რა კაცია და მოგვიშორებია. ხო? დავმეორდები, როგორც განიკითხავ, ისე განგიკითხავ. მაშინ ქრისტეც გვეტყვის, რა ქრისტიანი ხარ შენ. და ჩამოთვლაც არ დასჭირდება, თუ რატომ ვართ ცუდი ქრისტიანი. ცუდი კი არა, რატომ არა ვართ საერთოდ ქრისტიანი. ამის მაგალითი თვითონ მოგვიყვანა, ხო, რა გითხრა რომ როდესაც გამზადებულ ნადიმზე არის საუბარი, რას გვეუბნება? მიდის და ეუბნება, აქ როგორ შემოხვედი. როდესაც არ გაცვია საკადრისი სამოსელი. რას ამბობს ის რამეს პასუხობს ვერაფერს. იმიტომ რომ თვითონაც იცის რა უვარგისია. მიხვდით რისი თქმა მინდა. შენ განიკითხავ? შენც ესე განგიკითხავენ და გეტყვიან, შენ რა ქრისტიანი. ადიქი ეხლა აქედან და წადი. ისე როგორც შენ ეუბნებოდი. შენ რა კაცი ხარ? შენ რანაირი ცოლი ხარ? შენ რანაირი შვილი ხარ? შენ რანაირი მამა ხარ? აი ეს როგორ ხშირად ხარჯავთ ესეთ სიტყვებს, აბა დაფიქრდით. რატომ ხარჯავთ იცით ამ სიტყვებს? იმიტომ რომ არ გვახსოვს ჩვენი ცოდვები. არ გვახსოვს ის საიდან შეგვიწყალა ღმერთი. გონია რომ იქ რო თქვი ახსარებაში მორჩა დამთავრდა. არა ბატონო, შენ შეიძლება დაგავიწყდა. სანამ ხორცი მოსია.
შეიძლება ამ სულელური საზრუნავებით დაკავდი და დაგავიწყდა, მაგრამ როგორც კი ხორციდან გახვალ, შენ სულს ყველაფერი გაახსენე. ყველაფერი. და მე იქნები თავჩაგიდრული ადამიანი, ისე როგორც ის კაცი იყო თავჩაგიდრული, შეუფერებლად ჩაცმული მადინზე. ღმერთმა გვაშოროს თითოეულ ჩვენთაგანს ეს. მაგრამ როცა ვამბობ გვაშოროს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფეხი-ფეხზე გადავიდოთ და ღმერთი გვაშოროს. არა ბატონო. ღმერთმა გვაშოროს ჩვენი შრომით. რაც არ უნდა ბევრი ვიშრომოთ, ოღონდ იცოდეთ. თუ ღმერთმა არ ბრძანა, ეხლა აღარ წავიკითხავ, რომ ძალიან სიტყვა აღარ გაგვიგრძელდეს. წმინდა მღვდელმთავარი აგრძელებს ამ სიტყვების განმარტებას. ნახეთ როგორ არის. აღახვენით ჭენი თქვენი მთავარი. ანუ აიღე გეუბნება, გონება, ადამიანის გონება, აიღე და ეს გონებით ეს გადააგდე ეს ყველაფერი, ირწმუნე ერთადერთი ღმერთი. მაგრამ მე აგრძელებს ასეთი სიტყვებით. აღეხვენით ჭენი საუკუნე. ნახეთ. უკვე თვითონ უბრძანებს. თუ ცოდვას უკვე თვითონ უფალმა არ უბრძანა, რო არ მოგეკაროს, ანუ თუ უკვე თვითონ უფალმა არ აიღო ეს ცოდვები შენგან არაფერი გამა. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიშრომოთ, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა, რომ ეხლა ჩვენ ვიშრომებთ და ჩვენ თვითონ ჩვენი ძალებით შევძლებთ რაღაცის გაკეთებას. არა ბატონო. ჩვენ უბრალოდ უნდა ეს ბჭე ავიღოთ, გადავაგდოთ, მთელი გულით შეუდგეთ ღმერთს, მაგრამ მთელი იმედი ისევ ღმერთზე დავამყაროთ. რომ ის აღარ მისცემს ნებას, რომ ის ცოდვები იმ ცოდვებმა ისევ შემოგვიდგენ. მხოლოდ ამ შემთხვევაშია ჩვენი ცხონება შესაძლებელი და ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს და ყველა ადამიანს დედამიწაზე მიმადლოს ეს ესე ვთქვათ სიბრძნე, რომ ამის მიხედვით ვიცხოვროთ. ღმერთმა დაგლოცო და გაგლოცო.